მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო თქვენი საზოგადოების მიმართ, სტომატოლოგთა საზოგადოების მიმართ, რადგანაც თქვენი მხარდაჭერა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ამ სფეროში. ორივე წუთი შეჭირდები იმაზე, თუ რაოდენობით დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჰეპატიტის პრევენციულ ღონისძიებებს, ჰეპატიტის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს, რადგანაც პრევენციის გარეშე თვით ამ პროგრამის წარმატებით განვითარება და დაგვირგვინება ვერ მოხდება და ამის კონკრეტული მაგალითები გვაქვს. თქვენ ალბათ იცით, რომ დაახლოებით მსგავსი პროექტი მუშაობდა და მუშაობს დღესაც ეგვიპტეში, თუმცა იქ რაიმე ხელშესახები, ესე ვთქვათ, პროგრესი ამ მხრივ ვერ მოხდა, სწორედ იმის გამო, რომ ვერ მოხდა პრევენცია ამ დაავადების, ან გადინება, შემოდინება პაციენტების ავადმყოფობის ფაქტიურად თითქმის ერთი და იგივეა და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენთან, ჩვენ ქვეყანაში, რათა მივახციოთ იმ მიზანს, რაც დასახული გვაქვს. მთლიანად ბუნებრივია მთელი ეს კამპანია, რაც წამოიწყო შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. კიდევ მეორე, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ Stop CES, როგორც პირობითად ქვია ამ კამპანიას, უერთდება საზოგადოების თითქმის ყველა ფენა. და პირველ რიგში ეს არის ბუნებრივია სამედიცინო საზოგადოება და თვით ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი კიდევ მეორე რამდენიმე არის. აი თუ მიადევნეთ თვალყური გუშინ შედგა შეხვედრა ანტინარკოტიკული ვთქვათ პოლიტიკის ფარგლებში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ლიდერებთან, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის მთლიანად ამ ვთქვათ კამპანიის მსვლელობაში და ასეთი ესე ვთქვათ სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები, სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების განვითარება არის კიდევ მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ბუნებრივია სწორედ ისეთ დაწესებულებებთან, როგორც სტომატოლოგიური კაბინეტები არის, როგორც ტატუ სალონებია, როგორც სილამაზის სალონები, აი მათ ვთქვათ თანამშრომლებთან არის მნიშვნელოვანი მუშაობა, თუმცა სტომატოლოგიური სფერო, სტომატოლოგია თვითონ ვთქვათ ცალკე დგას აქედან, რადგანაც მთლიანად სამედიცინო სფეროს შემადგენელი ნაწილია და ის კამპანია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ წამოვიწყეთ სტომატოლოგთა ასოციაციასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ხედავს, რომ თვითონ ექიმები, თვითონ სტომატოლოგები და არა ვთქვათ ადმინისტრაციული მუშაკები არიან ჩაბმული მთლიანად ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ გალბატონო ქეთი და ვფიქრობ, რომ ეს ერთიანი თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება ამ დაავადების დამარცხებაში და აღმოფხვრაში საქართველოში. მადლობთ.